ალბატონებო და ბატონებო, გეპატიჟებით თამარ ღლონტის კისრის საზეიმო გახსნაზე. მას ასე მის სამტრედია ბროლის ყელი თაკო ღლონტი. Baime martla brolia dao. Ara dao araperi. არაფერი არ გეტყობა, უბრალოდ კისერი გან ცოტა წაგრძელებ. კარგი. მიდი დაუძახე ლერის, მოვიდე. ლერიკო, გამოდი. მოვხსენით უკვე. გეტკინდა თაკო? არა, საერთოდ არ მტკენია, რამ შეგაშინა, ბიჭო. რა ვიცი, მე ამას ვერ მაკაჭი ახლა რა. აი ასეთია. თაკო? ანუ შეგვიძლია რომ ამ შაბათს ვიქორწინოთ. რა? ვიქორწინოთ. რა თქვი? შაბათს ვიქორწინოთ. ვერ გავიგე. ვიქორწინოთ. გავიგე, ბიჭო. უნდა ქორწილში გიხილოს მის ულამაზეს პატარძლად. ესენი ეგ მაბრაზებს ძალიან გამბავი. ნუ მოკლედ ხო აგიხსენი თაკო ახლა რა? ხო, ბევრჯერ. მოკლედ რა, ქორწილი კი გექნებათ, რა გენაღულებ, ღვინო დაგიწურეთ და რა გენაღულებათ რა. ხო, ლერიკო. ქორწილი რომ ერთად დავგეგმოთ, ბოლოს და ბოლოს უნდა გაგვაცნო შენი საყვარელი დედიკო ქალბატონი ლუარა. ლულუ, შინაურები ესე ეძახიან და მეც აი რა ვიცი თუ შევძახე. ლულუ. ლულუ. ნახო, მე ძალიან მინდა რომ გაგაცნოთ, მაგრამ იცით რა არის? ცოტა შეუძლოთ არის და ლერი, შენ აქამდე მოიყვანე. ხო. და რო შეხედოს აი ასეთ სარძლოს, ეგრევე კარგად გახდა. ბაიმე, იცი რა ლერიკო, აქამდეც უნდა გაგეცნო დედა შენისთვის ჩემი და რატომ დაუკარგე იმ ქალბატონს ბედნიერების და სიხარულის დღეები და წუთები. ქეთინო გავწითლდი. რატომ გაწითდი გოგო სიმართლეს ვამბო? გოგო და თამრი, ქორწილის კაბის სანახავად როდის მივიდეთ იქ? რა როდის დღესვე? ხო, კარგი დღეს. გოგო, არ გინდათ რომ მეც მოგეხმაროთ კაბის არჩევაში? ბაიმე, არაფრით არ შეიძლება. სასიძო თავისი საპატარძლო ქორწილამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნახოს საქორწილო კაბაში. ეთევან, ბატონო. ჩემი თაკუნა. მე ჩემ ფანტაზიაში იმდენჯერ მყავს თეთრ კაბაში ნანახი, რომ რითი უნდა გამაკვირვებო. დამბურცგლა. კარგი, მოკლედ მოდი ახლა მე წავედი. და თაკუ? ხო. როგორი კაბა იყიდა, იცი? ვიცი. ეგეთი არა. მოდი გეტყვი. მე როგორ გეტყვი. მოდი. კარგი წავედი, მიუხედავ ჩემ საქმეებს, ხო? კაი, მე კაკაცი. ნახვამდის. ლერი, ნახვამდის. კარგად ლერი. აი, სანდრო, რას აკეთებ? მე რა კარგია რომ დამოვიწყდა სამ მივდიოდი და თქვენთან მოვდიოდი. გამარჯობა, ლერი. სანდრო, გამარჯობა. ერთი წუთით. თუ მიდიოდი, გამარჯობა კი არა, ნახვამდის უნდა თქვა.
შედი დედი, სანდრო. სანდრო კი არა, გეუბნები. არ მომწონს რაღაცა ამ ბიჭში, რა გავაკეთო, ნუ? რა ხდება სანდრო, რა ხდება, რატომ მოხვედი, რა გინდოდა გეტყვი? კარგი რა, რა მინდოდა და ჩემი პარტიის ყრილობაზე ნამყოფები ხარ? არა. არა. ნეტა რატო? შაბათს მაქვს პარტიის პირველი ყრილობა ხალხო. აი ეს ფლაიერები ჩემი პარტიის და ნახე, ლაშა, წაიკითხე სლოგანი, ხმაბ ახლა მიდი. ხმა მიეცით სანდროს, არინანებ სხვა დროს. პარტიის ლიდერის მოფიქრებულია. ვაიმე სანდრო, იცი რა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ შაბათს შენი პარტიის ყრილობაზე ჩვენ ვერ მოვალთ. რატო? და რა, ვერაფრით ვერ მოვალთ, იმით. ეს არის ცოტელია. აი, რატო ვერ მოვალთ შაბათს 2 საათზე სანდროს პარტიის ყრილობაზე, აი პასუხს გაგცემს თამარი. ყრილობა? ხო. რატო ვერ მოვალთ სანდრო და შაბათს მაქვს ქორწილი, ვთხოვდები. ნუ რა პრობლემაა, თამარი გვიან მოვიდეს კაცო. სანდრო, გაგიკვირდება და ჩვენს ვერ მოვალთ მაგ ყრილობაზე, იმიტომ რომ თამარის ქორწილში უნდა ვიყო. ანუ თამარის ქორწილის გამო ჩემს პარტიის ყრილობაზე ვერ მოხვალთ. არ მეთქვა მაინც ტყუილად გული დაგწყვიტეთ კაცო. ვაიმე. სანდრო, მომისმინე გენათვალე, ჩვენ კი არა, ხო, შენც ვერ მიხვალთ შენი პარტიის ყრილობაზე. შენ უნდა იყო ჩვენთან ქორწილში შაბათს. მე ვერ მივარ ჩემი პარტიის ყრილობაზე? თამარ, ეხლა მართლა კარგი რა, ამდენი ხანი ესე იყავი, ერთი დღეც მოგეთმინა რა პრობლემაა. ამ პარტიის ყრილობა გადავდე ხალხო. კარგი. გადავდებ მე ჩემი პარტიის ყრილობას. ამას იცი რატო ვაკეთებ? იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ თქვენს მიდი თქვენ საერთოდ ბიჭო, შეგეძლო. შაბათს ხარი. რა უნდა მითხრას? მარტო გართობა და დროს ტარება. მეტი არაფერი თქვენ არ გეხერხება. კარგი რა სანდრო, რა გართობა და დროს ტარება, კარგი და. რა გართობა და დროს ტარება? 3 ხარ და 8 ჯერ გქონდათ ქორწილი და მოდი დედიკო ეხლა დაურეკოთ მამიკოს და მიულოცოთ დაბადების დღე. ალო, მე ვარ. გილოცავთ დაბადების დღეს მე და ნოდიკო. მრავალს დაესწარი, ჯამრთელად და ბედნიერად. ყველაფერ კარგს გისურვებთ. მერე მოვალ. ჯერ სალონში ვარ ჩაწერილი. წამოვიყვან ბავშვს, აბა რას ვიზამ. რა? ჩემი ვებხვი ხარ არა ის. კაი ერთი რას კრუტუნებ. იმიტომ რომ დღეს ჩერჩეტი დაბადების დღეა. აჰა, გილოცავთ გავატონონა, გილოცავთ ბატონი როსტევანის დაბადების დღეს, ღმერთმა გაახაროს, სულ კარგად ყოფილიყოს. როდის გაიგეთ, მადლობთ, ვინ გითხრათ? თქვენ არ გითხარით, კაცო? როდის? როდის და გუშინწინის წინ, გუშინწინ და გუშინაც. აბა, გაბატონონა, სურვილი ჩაიფიქრეთ და შეუბერეთ. აჰა. არ ვიცოდი ზუსტად რამდენი წლის გახდა და 40-დან 80-მდე ხო იქნება რომელიმე. ისე, გავატონო. გავატონო. რამდენი წლის გახდა როსტომაია მართლა? 48. მაგარი ვარ რა. ეტუ ხარ მაგარი. დაგვერეკა, გვეკითხა, გვეტყოდა და ჩავარჭობდით წესიერად და არ დაგჭირდებოდა ამდენივე. ერთი წუთით პროფესორო. აი, უყურეთ? ოპა! დარჩა 50. ეშმაკის ფეხი ხარ. ფეხი კარგი იყო. ეშმაკი ისე რა. ისე. გავტონონა. მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს. ანუ დაბადების დღე რო არის, ახლა ჩამოყალიბდით, ანუ რა გადაწყდა, საჩუქრად რა უნდა მიართვათ ბატონ როსტევანს. რა ვიცი რაკლი რა გადაწყდა. გაიგიჟა, თავი არაფერი არ მიყიდო. შენ ხარ ჩემი საჩუქარიო. ვერ გავამტყუნებ. ნამდვილად ვერ გავამტყუნებ, კარგად ვთქავს. შენ რა სიტყვი? კი ბატონო, შვენივრად. მერე? აჰა. კაცო, რას ვიყურებ? მერე არ ვადგეგძელოთ ახლა. აბა, რა ვშვა? ხო და მიდი, კაცო, მიდი. ნოდო, ერთი წუთი. ნოდო.
არ დამიწყო ხა ეტლი თუ არ და ვერ დავლა ჩიკო ამიტომ სადღეზე უნდა დაგა ბაზე მოკლედ არაშოლებრივი ბუკეტი აქ ესე იგი მოკლედ ახლა ვადაგზავნოთ ბატონი როსტევანი მე მინდა გაუმარჯოს კაცს რომელიც აი კაცი რომ მთელი ცხოვრება ნუ აი როგორც იტყვიან რომ აი კაციო როსტომაიას გაუმარჯოს ახლა დავამატო და ბატონ როსტევანს გაუმარჯოს გაუმარჯოს თქვენ ბევრი არ დალიოთ სალოში უნდა ჩავიდეთ მა უნდა შევიღებო და ბავშვი უნდა დაგიტოვოთ უიმე მართლა კარგია კარგი არომატია კარგი ბუკეტია კარგი გავიქეცი მე მაშინ მოკლედ მე ხა გავიქცევი ყველას ვეთქვი რომ თათბირია მე ხელი არ შეგვიშალო ცოტა ხანში დაუბრუნდები და მე და შენ შეუბეროთ და ნოდოსაც ვასწავლოთ დალევა აბა მამამისის იმედზე ხო არ იქნება ბავშვი დედიკო შენ არ იტირო სანამ მე ამოვალ ბიძიები მოგხედავენ ბიძია და ბაბუა ხო ეკო აი დედიკო გოგი ბიძიას ვიღაც გოგო გაუცნია არა ჩემი მამიდაშვილია ო მამიდაშვილი ყოფილა ეს ხო ეკო ვინ უნდა მოვიდეს ჩემთან ანუკი ეს ანუკი ვიღარისო კოტიკოს რომ მოწონს უი დედიკო კოტიკოს მოწონს დარჩა გოგი ბიძია პირდაღებული ეს ის გოგოა ხო ქათმების და კვერცხების სპეციალისტი ვაიმე დედიკო ეს გოგო მელაკუდა ყოფილა მოვიდეს ეკო კაცო მოიყვანოს გინდა დიშვილი მოიყვანოს გინდა ძმისშვილი კლინიკის მთავარი პედიატრი ადგილზეა კარგი ველოდები ხალბატონო პედიატრი კი არის ადგილზე მაგრამ ქირურგი ადგილზეა ხო რა იყო მაშინ ახლა ჩავალ მაგას კარგი დასაჭერლები ექნება რომ ტორტი დავჭერა მე რო ამოვალ თქვენ მე წადით სალონში რომ უფრო გალამაზდეთ და კიდევ უფრო გადარიოთ ბატონი როსტევანი მეტი რაღა უნდა გადავრიო ჩემი ვეფხვი ეს რანაირი ვეფხვია მე მიკეთინო შეხედე რა ლამაზია ხო ლამაზი თანახმავა ხარასო თამა ბიჭო ესა გითხარი რომ ხლა ეს არის სამაიმუნოდ წამოსული ბაი მე რა ვქნა დაო სახში არ დარჩა მარტო მეო არ დავრჩები თუ სასიძოს არ აქვს უფლება სიძეს ხომ მაინც მაქვსო უფლებაო ერთადაც და უსაყვარლე კაი განუк მომისმინე ახლა შენ აბა ლერის თვალი ჩემომხედე მოეწონება დაგჭირდი ლერის თვალი ჩემომხედე და ეს დამიკავე აბა ეს დამიკავე ერთი წუთი არა რა უნდა გავაფუჭო ესე იგი გინდა რომ ლერის თვალი ჩემომხედე ხო ხო ანკუმა აი მე თამრიში რო სულ თვალ დახუჭულმა ერჩიო მაინც ყველაფერი გიხდება ძალამაზი ხარ შეარჩიეთ თქვენ როგორ ფიქრობთ არ ვიცი ხო დამაცადეთ კეთინო შემომხედე ახლა ლერის მოეწონება ვაიმე თამრი ლერისაც მოეწონება და დედამისაც ძალიან მოეწონება ქალბატონ ლუარას ლულუს გოდიში რა იყო ლულუ ლერი ლულუ აჰა უკაცრავად დიახ ქალბატონო თქვენ ახლა რა სახელები თქვით ლერი და ლულუ რა ხდება რა არის არაფერი ლერი და ლულუ კეთილი ხო ვაიმე ძალამაზია თამრისეთი ლამაზი ვაიმე რა ლამაზია შეროცნებობდი სულ ვაიმე ხო ხილით არის სულ ნეტა ეხლა დაანახა ამ კაბაში შენი თავი იუზას იუზავ თქვით იუზა უკაცრავად
იცით რა, ეხლა შეიძლება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ როგორც თქვენი საუბრიდან გავიგე, ამ შაბათს გაქვთ ქორწილი არა? მართალია, თქვენი საქმე არ არის. აცრავად. იცით, როცა შეარჩევთ დამიძახეთ. კი, რა თქმა უნდა. დაგიძახე. კარგი. კარგი გაჩერდი გოგო, ნუ მიაგწევ ახლა ყურადღებას ეთყობა რა, ვიცი ვერ თხოვდება და ცოფებს ყრის. არა, გაჩერდი გოგო, ისე გაჩერდი. თამარ, ესა. რა გინდა, ნახე თამარ. რა კარგია, შეხედე. ეხლა იქ რო იქნები, ეს რო გეცნება, ხო? რო დაიღლები, შეხვალ ამ კარკაში, დაისვენებ, მერე გამოვა. და ეს ისე სილამაზისთვის. აი ხა ვეუბნებოდი ნეტა დაენახე იუზას ამ კაბაში, თქო ჩემი ანგელოზი შეხედე. აბა, აი ხლა რო ხედავდეს იუზა რა, იტყოდ აი თვალი მომცა და მაყურებინაო რა. ან მარტო თვალი მომცა. კარგი ლაშიკო, ეხლა გაჩერდი რა, მილიონი საქმე გვაქვს. თავი მომისმინე, აღარ გინდა ეხლა ამდენი ფიქრი ესკაბა ვიყიდოთ. ხო იცი რა, დაიწყებ არჩევას, აირევი, ვიყიდოთ თუ ვიქირაოთ? იცი რა, ვიქირავებ. ვიქირაოთ? ვაიმე, თამარ, გადამრევ შენ მე რა, გადამრევ რა. ვახოზე იქირავე, ლერიზე ქირაო. ხო ხედავ, სულ გჭირდება და იყიდე ერთი და გეგდო სამი. ბიჭო რა არის რა? კაი, ზეყარელია, გოგო მიყვარს. უხარია ჩემი ქორწილი. გიჟდები. მომისმინე. ძალიან მომწონს ეს, მაგრამ აი პირველად რომ მოვისინჯე, მინდა რომ მაინც ერთმანეთს შევადარო. ეს დაისკაბა და წამოდი ერთი წუთი. მე მაქვს კიდე ერთი ვარიანტი, წამოდი. მოდი მოდი. ნეტა მე რას ვიცვამ, რა ფერის კაბა უნდა ჩავიცვამ? ალო. გამარჯობა ლულუ. გამარჯობა, როგორ ხარ? არა, იცი რა არის? მე რატომ იმალავთ რაღაცებს ვერ გავიგე. როგორ? რა და ლერის ამბავს? ქორწილის. ავარჩი, აბა სადახარ მოგივარ. გავიგე მარიკა, გავიგე. მეც ნერვიულობ მარიკა. უნდა გავიგო ვინ უგზავნის ჩემშვილებს ყვავილებს, მაგრამ ყველანაირ ხერხს მივმართ. ეხლა რა გავაკეთო მარიკა? ჰა? რა ვქნა მითხარი სადარბაზოში ხაფანგს ხوار დაუდებ კაცო. კი ბატონო, კარგი მარიკა, კარგი გენაცვალი, კარგი. ესე იგი გავგიჟდები მე რა. მართლა აი გადარეული დავდივარ ამდენი კაცო. გამაგებინე ბიჭო, როგორ ვერ უნდა გავიგო? მე ირაკლი ჭყეიძემ როგორ ვერ უნდა გავიგო ჩემშვილებს ყვავილებს ვინ უგზავნის კაცო. დაბერდით რა ირაკლიბიძია რა. რატომ ითქმე ხარ არა? ჩამოვჭნი? რა შუა შეგაცო, აი თქვენ შვილებს ყვავილებს უგზავნიან უკვე? გეხვეწები რა. შენ შემოგევლე, შენ მაინც ნუ დამაგლეჯ ნერვებს რა. ხო ხედავ გაგიჟებული დავდივარ აქ მართლა და მართლა. კარგი ხარ. გავიქცევი მე. რაღაც საქმეები მაქვს. ხო და დავბრუნდები და მე მივხედოთ ამას. ამისას დატოვება არ შეიძლება, კაცო. კი ბატონო, მაშინ თუ წავალ და ბავშვს მიხედე შენ, ბავშვს. მივხედავ და მიხედე. თუ მიდიხარ რაღაცას გთხოვთ რა. მიდი ხა. ჩემთან პედიატრიაში ნახეთ გოგოს ველოდები და ხوار მოსულა. გოგოს ველოდებით, ჰა? ეღირსა ბაბუა შენ სარძლო? სარძლო, უბრალოდ არ დაურეკავს და მაინტერესებს მოვიდა თუ არა რა. გაწვალებს უკვე ხო? ასე. არა, ვერ გაიგეთ. მამიდაშვილმა გამაცნო უბრალოდ და ნახეთ თუ არის მოსული, მე ამოდით ბავშვთან დარჩი და მე ჩავ. მამიდაშვილი მაჭანკლობს? კარგია. არა, ვიღაცა ხომ არ გიშველოს, კაცო, რომ ეღირსოს ბაბუა შენ სარძლო. კარგია, ხო, კარგი, ნახავ, როგორ მივხვდე რომ შენ გელოდება? აი ესეთი გოგოა ქერაც ისფერთვალება. ქერაც ისფერთვალება. არაფერში არ ჩამორჩე ბაბუა შენ. ვერ გაიგეთ ახლა თქვენ, ვერ გაიგეთ. ყველაფერი კარგად გავიგე. ხო, კარგი, ჩავალ, ნახავ, გავიცნობ და ეგრევე ზარი ბაბუა შენთან. და 20-იანი ბაჰამიზეზე, აჰა გავხალისდი. აი ნოდო, ის გოგო მოწონს კოტიკოს. ხო და ჩემთან უბრალოდ მოყავს დიშვილი გამოკვლევებზე, ხო გაიგე? აი პატარა ხარ და გაიგე და ის პროფესორია და არ ესმის. რა გავაკეთე? ვა, კოტიკო. ხოდი. რა გინდა? მე, ნოდიკო, როგორ გაზდიხარ, ბიჭო? გასაგები. რა გინდა თქვა, რა ხდება? როგორ ხარ შენ? კარგად ვარ და რა გინდა აქ, რა ხდება? ხარო დამეჯახა მაშინ.
იმ ანალიზებზე ვარ მოსული. ეხა შენი ანალიზებია თუ თხის? კარგი რა. ხა რაზე ამოვედი შენთან? ხო. გოგო რო გაგაცანი მე შენ. ანუ კი. სხვადასხვა ეხა უნდა მოვიდეს. კაი, კაცო. შენ გონია ვერ შეგატყე იქ ბარში თვალებს რო უჟუჟუნებდი, მე რას გამომაპარე? ჟუჟუნი კაცო, რას გამოგაპარებ? რა სიძახი ვერ გავიგე. რა და მოსულია უკვე, შორიდან დავინახე და მაგიტომ ამოვედი. რა უნდა აქ? ჩემთან მოვიდა, ჩემთან რა, პედიატრთან მოვიდა, დიშვილი მოიყვანა. და დაილია თბილისში ეს პედიატრები და მაინც და მაინც შენთან მაგიტომ მოვიდა, ხო? აი, გონია რაღაცას გიმალავ? შენ რა უნდა დამიმალო, გოგია? ხბო ვერ მემალებო და იქ ხუნჯულაურის ბუჩქებიდან ღანირა. რა ხდება თქვენ შორის? არაფერი არ ხდება, რა უნდა ხდება? თუ არაფერი არ ხდება, ეს რა არის? აი ეს რა არის? ტორტია და კონიაკი რა არის? ესე იგი 4 დღე და 8 საათი არაც იცნობ და ეგ ამბავი. კლინიკაში აღნიშნავთ ამ შეხვედრის 4 დღის. მომისმინე თუ არაფერი არ ხდება მეთქი, რატო ვერ გიგა? არის ამიხსენი. გილოცავ შენ გაიხარე, გავიცანი შენი სარძლო. შენი სარძლო არაჩვეულებრივი შეხედავ გესიამონება პირდაპირ გამომოჯდა. ხო გოგი, კი. არა კაც რას ლაპარაკობ? მე თვითონ გოგი, მე ანუ კი ქვია. ანუ კი, ანგელოზივით გოგო რა. აი ეგრევე რო ყურადღებას მივიღე. შენ გაიხარე ხო? რა? აბა მითხარი, ხო? ესე იგი ბავშვი მოყავს, ხო? ხო. კარგი, წავედი მე. გილოცავ. ტკბილად დაბერდით. თუ რა ტკბილად დაბერდი, მომისმინე ერთი წუთი. უნდა დაკლა გოგი, აბა რა, კაცო, გადავდი. გაბიცე. მართლა დაბერდით რა ირაკლებიძეა რა. ხო, ისა. გოგი, ხო იცით ამა დაახლა მე უნდა იყოს საღამოს. ვაი, მე რა მოულოდნელი იყო. მოკლედ ეგრეთეო რა ვიყავი თამართან ასული დავილაპარაკეთ და მართლა თხოვდება რა. და ეგ მეც ხო ვიცოდი რომ მართლა თხოვდება. გეკითხა ჩემთვის და გეტყოდი. მე არ კითხე? და მე არ გითხარი? რა ვიცი ეს ლერიც საიდან გამოხდა ასე უცებ ვერ გავიგე რა. საიდან და გეტყვი. თამარს კრიზისული პერიოდი რო ქონდა. წავიდა სამოგზაუროდ. ხო და ტურისტულ სააგენტოში გაიცნო ლერი. წარმოიდგინე. ამხელა პარიზში. შემთხვევით ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აი როგორი დამთხვევა? გამარჯობა. ვა, კახო, როგორ ხარ? დავშვები. შმაქსონ? როგორ ხარ? ჩაპო როგორ არის? მოდი და გეტყვი როგორ არის? ნუკრი ხო? ხო, მე ნუკრი რო დაუძახო დამბრიდავს. აი, რა ქნას იმარი. შენ მომისმინე, ეს როგორ არის შენი მეგობარის მეორე დაბალი? დაბალი მე ვარ. ის მაღალი გოჩა. ხო. კარგად არის. ლუც და ლეო. კი. თეო. ერთი წუთი. ბუდი. ხო. რა ვაბა? თეო. გეგვაწები ლუდი მოგვიტანე რა. ხო, ორი თვითონ. ორი, ანუ ორი ლუდი? ხო, თვითონ კათხით. თეო, მოდი რა ორი ლუდი მოგვიტანე რა. კარგი, მოგიტანთ ეხლავე თვითონ კათხით. კაი გოგო არა? კი, თეო? კი, ზა. დიდი ხანია იცნობ? თეოს? და კარგად იცნობ? თეოს? ო, თეოს. რა ვიცი, კარგად. სპატეშორის შეყარებული ყავს. თეოს? ხო, თეოს. იცი რა გაიტიპია? იცი რა მაგარ ლექსებს წერს ბიჭო? ლექსებს წერს? ხო. რატო პოეტია? ორი ლუდი. ვა, და კიდე რამეს ხო არ შეუკვეთავთ? შმაქსონ. ეს მე რო ხო, თვითონ. კიდე გამითიშა კოტიკომ რა. რა ეწყინა ვერ გავიგე რა.
თქვენს რაღა იმ დროს შემოხვედით ირაკლიბიძეა რა. ვაიმე, ეხლა ნერვები არ დამაგიჟო. არა მიშალო ნერვები ეხლა. ერთი წუთი ისედაც გადარეული ვარ და არ დამიწყო ეხლა ჩამოჭკნი და დაბერდი და ისაო და ყვავილებს გიგზავნიან და ესა და ისაო. გეხვეწები რა. ჯერ ეს ერთი რა ვიცოდი მე. რა ვიცოდი იმ გოგოზე რა ხდებოდა. გაგებთხილებინე, აგეხსნა წინასწარ და მეც არაფერს არ ვიტყოდი. კაცო, ახლა რა დროსია დაკლა ბაბუაშენმა ყველაფერი ჩამოსხმულია. ღვინო უნდა ვითამადო, დრო უნდა გავატარო, უნდა ვიხალისო, შენ შემოგევლი არ ჩამაშხამო და არ გამაგიჟო. ნო, გინდა დედა? დედა გინდა? ეგ ბავშვიც ნუ შეჭამე. მე რამდენჯერ ეკითხები? ჯერ ერთხელ წამოიტიროს მაინც. კაცო, იქ მე მგონი საერთოდ არ უნდა. კაბადონა. რა ხდება თქვენ თავს? დაგაცდით ჯერ იცინეთ და მე გეტყვით რაც ხდება. არა, ჯერ მოყევით, გითხარით და მე ერთიანად გავიცინებ. მეც მოვძებნე რა სალონი. ქალბატონო ესე ვიზამთ, ისე ვიზამთ. აი, ეს ეკნეს. მე რაფერი უთხარი და ეს რაფერია. ქალბატონო არ ინერვიულოთ, ეს ფერი დაჯდება. შემოხედეთ ერთი დაჯდა? უფრო წამოწოლილია ქალბატონო. გამასწარი გოგი ხლა აქედან. ვერა ქალბატონო ნაბა წითელზე გავლა არ შეიძლება. გოგი, ეს არის სერიოზული დაწესებულება, სხვათა შორის. და მე ვერ ხედავ აქ ცანცარის და მაიმუნობის ვერც დროს, ვერც ადგილს. ბოდიში, გამატარეთ. ქალბატონო, რა შეგეხებათ თქვენ? მიუხედავად ჩემი ღრმა და უდიდესი პატივისცემისა და მოწიწებისა თქვენს მიმართ, ქალბატონო, ამთვის ხელფას თქვენ ვერ აიღებთ. რატო? სამსახურისადმი არასერიოზული დამოკიდებულების გამო. დიდი, შენ რა იყო, არ მოგენატრე? ქალბატონო. ამას რაღა აცინებს. მასლა, ქალბატონო. ქალბატონო, თქვენ არ მიდიხართ როსტომაიას დაბადების დღეზე, რომ მიხვალთ და რომ დაგინახოთ და რომ გადაერიოს და ვეფხვევით არ გახდება? დაბერდი რა შენ. რატო ვითომ? რატო დაუბერდი ახლა რა ჩამოვჭკნი თუ ჩემ შვილებს რო ყვავილებს უგზავნიან? რა ჩამოჭკნი რა ყვავილებს უგზავნიან? ესეთი თავით საწავალ. ის ისეთი ჩერჩეტია, შეიძლება ესეთი უფრო მოეწონა. ისე ეგეც მართალია. ქალბატონო, ისა რა იყო გოგი? მე იტყვით რომ სულ მაიმუნობაზე ხარო და ხუმრობაზე ვარ და მართლა გიხდებათ ესე თმები. ქალბატონო, ახლა გაკვირდებით, გიყურებთ და იცი ვის მაგონებთ? ვის? ნუ ახლა ასე უცებ არ მახსენდება. მაგრამ ჰოლივუდის რომელიღაცა მსახიობია. რა ჰოლივუდი? ჩემი თავი ჯანდაბას. ბავშვი მინდოდა მიმეყვანა. ისე ელოდება ის ჩერჩეტი. ქალბატონო, თქვენ თუ ეხა ესე ვერ მიდიხარ და რაღაცა მე წავიყვან ბავშვს, მე მივიყვან. არა, გოგი შენ რატო წაიყვან, კაცო? მე რას ვაკეთებ აქ? მე წავიყვან. ერთად წავიდეთ. როცა წავიყვანოთ, კი, ბატონო. ვინ უნდა წაიყვანოთ? მიხედეთ თქვენ საქმეებს. თუ დავკვირდებით რომ თქვენ და ნოდო წახვალთ როსტომაიას დაბადების დღეზე, ჩვენ მივხედავთ ჩვენ თავს და ჩვენ საქმეებს. ხო, კარგი. მაშინ მე წავალ ჩემს საქმეებს მივხედავ. კი ბატონო, მე წავალ ჩემს საქმეებს მივხედავ. მიმდენი საქმე მაქვს. უნდა მივხედო, აბა უნდა მივხედო. ნუ ნერვიულობთ? კაი დრო გაატარეთ. ჩემი შტერი. ესეთი თავით საწავალ. სახლში წავიდეთ დედიკო მე და შენ. მინდოდა სურპრიზის გაკეთება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს ფერი დაჯდებაო. რა უშავს. რა ფერია ეხა ეს? რა ფერია?
კარგად არის ჩემი დათხოვდება ჩემი ერთადერთი ლამაზი დათხოვდება აბაცე როგორ მოვიგონე ჩემი დათხოვდება კეთება აი ხა როგორ ვემზადებით ამდენი როგორ ღვინო ჩამოვასხი აქ რო გავაწყოთ ეს ყველაფერი მართლა ლერის დედამ დარეკა მოვალო ვინმე ხო არ გემაიმუნება რა სისულელია ლაშიკო ეგ შემეშლება ეხლა მე დარეკა გამარჯობათო მეც უპასუხე გამარჯობათ მეთქი ლერის დედა ვარო ვაიმე რა სასიამოვნოა თქო დღეს საღამოს მინდა თქვენთან მოსვლაო ვაიმე მობრძანდით თქო მისამართი ხარიო ვაიმე მისამართს როგორ არ გეტყვით მეთქი და მისამართი ჩავაწერინე ვიფიქრე ხა კიდე რაღაცებს გამოვკითხავ მეთქი მაგრამ მაცა და თუ გაიწია კი ბატონო მოვიდეს მობრძანდეს რაგე ღვინოთ ჩემი დაწურული გვაქვს და ყველაფერი შენგენაც აჰა კიდევა ჩემი ღვინო მიდი ჩამოასხი მიდი გასინჯე კიდევანი რა მე ეთყობა გაციებული ვარ დაბა შენ გასინჯე ჟავეა კარგია ხო? ჩემი ანგელოზი, ჩემი დახატო. რა არის იცი? სად არის ლერიკო? მთელი დღე ვურეკავ გათიშული აქვს ტელეფონი, მე არ პასუხობდა და რო გავიგო რომ მოდის დედამისი, მოდის და მოვეწონები, არ მოვეწონები, გამოვიცვალო ეს მიწის. დღეა, აი ძალიან ღელა. ლამაზი სიხა. აქ რამე დეტალი არ დავიმატო? რა დეტალი? არ გიხვა, სულ ბოლომდე ნუ დაუჩრდილავ შვილი. ციცო. ძალიან ეფექტური ხარ, თავა. ძალიან ეფექტური. ზაბარა. მართლა ძალიან მოგწონს ლაშა. ძალიან მომწონს. ეს გასინჯი, აბა ერთი მოგწონს. კარგი, არ გასინჯობ, ჟავეა ბიჭო, არ გასინჯობ, ჟავეა. მართლა ჟავეა? ესე იგი არ ყოფილი ვარ გაციებული. ეხლა კეთინო ხონდარობით ვამდი ვფიქრობდი, როგორ უფრო ეფექტური იქნება. მე გავუღო კარი თუ ოთახში ვიყო და რომ მოვა, მერე გამოვიდე ოთახიდან. აი ეს მიიტანე იქ. ხო, კეთინო. ხო, აქა ვარ. გეხვეწები მითხარი, რა ჯობია. ფეხები მოვირთხა. წიგნი ვიკითხო თუ აი სამზარეულოში ვიტრიალო, რომ აიცი რა ვიტრიალო ხრებში გაიმართე, ყველაფერი მზად მაქვს მე არა. მიშვენე! შეზამოდი ხარ მიდი გააღე. რას მითხარ, გოგო მხარი მეთკინა. კარგი, კაცო, კარგი რა გაგემართა, დამშვიდი დაწყნადი და ისე გაუღებ ადამიანს კარგი. სანდრო ჯანდაბაში. მე ლერიკოს დედა ვარ და სარძლო სად არის? ხამრი. ომეხა იუზაც რა გეხვეწები რა მიდი რა. კარგია სანდრო, კარგია. მოდი დაჯექი შენაკ დაჯექი. დაჯექი. არა, მე დაუძლები და მე კი გადავდე ჩემი პარტიის ყრილობა, მაგრამ შენ არ გათხოვილ ხარ ერთი თამარი. თხოვდები, სანდრო, თხოვდები გაძლევ პირობას. სანდრო, მოდი აბა ერთი ეს ღვინო გამისინჯე რა. ვახ, შეგენაცვალე, აბა მანახე. ვა, რა მაგარი მჟავეა. შენ დაწურე, ხო? დადე რა კაცო, დადე. მე სანდრო, ეხლა ამას რო ლიმონათი რო გაუკეთო, ლიმონათი რო ჩავასხა. სიტყბოს არ მისცე? მაგარი იდეები გაქვს. ძალიან კარგი იქნება. ოღონდ ტარხუნის გაურიე ფერისთვის. დაიმე დავხლებია. შემიძლია. გაიმართე. მარტგები ფეხზე. მობრძანდი. აი მე შემობრძანდით. რა კარგია რომ მოხვედით. გამარჯობათ. მე ლერის დედა ვარ. და არა მარტო ლერის. თქვენ ხართ? მე თამარი ვარ. ძალიან სასიამოვნოა. მე არ მეკითხებით. ვაიმე, დაბრძანდით რა ქალბატონო ლუარა. ლულუ. ლულუ.
დაბძანდით, ვილაპარაკოთ, რა კარგია, უკვე რომ მობძანდით, უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს, დავილაპარაკებთ ქორწილის თაობაზე, ჩამოვწერთ სიას, შევთანხმდებით, რამდენი სტუმარი გვეყოლება ჩვენი მხრიდან, რამდენი თქვენი მხრიდან, ჩვენ მაინც სულ მარტო შინაურები ვიქნებით, შეიძე. ქორწილი არ იქნება. რატომ? და როდემდე გადაიდება? ანუ რამდენი ხანი არ იქნება? მე დავილაპარაკები. იცით, არ შეეფერებით ერთმანეთს. აი, ეგრე რა, ესეც მე ვარ კაცო, ვიძახი არ ვარგა ეს ბიჭი რაღაცა ჭირს ვერაა კარგად ხო დადის პირი. იცი 24 საათი. ისა უკაცრავად ოჯახში შემოხვედით და პირდაპირ იერიშზე გადადიხართ, ქალბატონო და ესე არ შეიძლება. ამაზეა ნათქვამი, ვის ოჯახს ეს შევაო? ქორწილი რატო არ იქნება? მე გავცემ პასუხს და ერთი წუთი. ეგ ერთი წუთით უკაცრავად ქეთევარ მაპატი. შენ მართლა ხო არ დაგავისდა მე აქ ამხელა იურისტი კაცი რო დგება. გაკვეთ, გამოდი აქეთ რო ვერ გაინძრება კაცი კაცობა. ეგეთ საქმეები მომიგია მაცადე. მოკალაკე ლულულოლო თუ. საიდან იცით რომ ქორწილი არ იქნება? ვიცი, ქორწილი არ იქნება. ო. და წარღვნა როდის იქნება? ასტეროიდი როდის დაეცემა დედამიწას? ლაშა გაიყვანე ეხლა ეს და მოდი გაეცი ადამიანს პასუხი ცოტა რაღაცა უთხარი შენს ესე არ შეიძლება. რა ვიცი, ქალბატონო, ისა და ხუინოს თუ გასინდა. აი, ქალბატონო, უკაცრავად ესე არ შეიძლება უპასუხოთ ნუ დაგტოვებ, გითხარით რატომ ეს გაცილება არ არის საჭირო. აი მე მოგიკვდი! შენ მოგიკვდი! და მოკლედ ეხლა მართლა გონია რომ ნაწყენი ვარ რა და ყოველ წუთას მირეკავს მე კიდე არ ვპასუხობ და ალბათ ეგ გიждდება კაი რა წოდოა ო ის კარგი იყო ესო შენო ქათმებში მაგრა ერკვევიო და გეცოდინება კვერცხისმდებელი ქათმები როგორ გავარჩიო ჩვეულებრივისგან იმ დღეს კიდევ იმდენ ხალხში მეუბნება აი ეს კვერცხი აი იმ კვერცხებშიო სათამაშოები რო დევსო შენ გეცოდინება მაგას რომელი ქათმები დებენ აი პედიატრი გოგია ნახვამდის გოგია გეგის ახალი ლექსი არ გამოუგზავნია მოიცა ეს იცი რა მიყავ ჟიპიტაურო მაგის მერე გამომიგზავნა შენი თოლების ჭირიმე არაფერი აღარ გამოუგზავნია კარგი რა მაჩვენია აუ კარგი რა კარგი მოიცადე შენი თოლების ჭირიმე მაგ წამწამების კაი რა უშენოთ ყოველი ჟამია ჩემი წამების დამღალა დათვლამ საათის წუთებისა და წამების ლექს თვითონ მეწერინების რითმაზედ წამების ეს არის პოეტი ბაზარი არ არის ძმაო ჩემი